ქალაქში ცხოვრების მნიშვნელობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად იცვლება, მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ ცხოვრების ხარისხზე, უსაფრთხო გარემოზე და ინფრასტრუქტურულ კომფორტზე. ამ კონტექსტში კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი არის თბილისი ჰილსი, თანამედროვე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სივრცე, რომელიც 321 ჰექტარზე არის განთავსებული და აერთიანებს მიწის ნაკვეთებს, აპარტამენტებსა და კერძო ვილებს. დღეს სტუდიაში გვყავს სტუმრად მაია შენშიაშვილი, თბილისი ჰილსის კომერციული დირექტორი და ვისაუბრებთ თბილისი ჰილსის მორიგ პროექტზე, კერძო ვილებზე, რომელიც მხოლოდ თბილისი ჰილსშია და თან მხოლოდ ექსკლუზიურად 4. მოგესალმებით. გამარჯობეთ. მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა. ასევე მე ძალიან მიხარია თქვენთან მოსვლა. აპარტამენტები და კერძო ვილები არის დღეს თემა, რომელსაც გავშლით საქმე დილას ეთერში. არაერთი ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული ჩვენი მაყურებლებისთვის თბილისი ჰილსზე, თუმცა ის პროექტები, რომელსაც უკვე შეეჭიდა თბილისი ჰილსის გუნდი. რას გულისხმობს, რა კონცეფციის არის და მეტი დეტალი მოვუყვეთ მაყურებელს. კარგით, ესე იგი, აღნიშნავ და დავიწყებ იმით, რომ თბილისი ჰილსის ძირითადი პროდუქტი არის მიწის ნაკვეთი. და ჩვენ ვყიდით მიწის ნაკვეთებს, სადაც შემდეგ უკვე აშენებენ თვითონ მიწის მეპატრონეების სახლებს, ჩვენივე მითითებით, ესე ვთქვათ, ჩვენი კონცეპტუალური სტილი რო არ იყოს დარღვეული. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ აპარტამენტები, ეს არ არის რაღაცა მაღალსართულიანი შენობები, მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი გვაძლევს საშუალებას, რომ საკმაოდ მაღალი შენობები ჩავდგეთ, ეს არის 4 სართულიანი შენობები, სადაც განთავსებული არის აპარტამენტები 50-დან დაახლოებით 300 კვადრატულამდე. მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნა აღინიშნა ბოლო დროს და პრინციპში ყოველთვის იყო მოთხოვნა და ესეთი პროდუქტი ყოველთვის გქონდა და ეხლა ჩავუშვით ზუსტად უკვე აშენებული გამზადებული ვილები. იმიტომ რომ იმდენად ყველას მოწონს თვითონ ჰილსზე, თვითონ პროექტში, რაც ჩვენ გვაქვს აშენებული და რაც ჩვენი შექმნილი არის, იგივე ვთქვათ, ჩვენი აპარტამენტები, ჩვენი რესტორანი, ჩვენი ოფისი, სადაც გვაქვს განთავსებული. გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა ჩვენ ვილები. ეს არის ლიმიტირებული პროდუქტი, 4 ვილა იქნება სულ და ვილები იქნება უკვე გარემონტებული და დასრულებულ მდგომარეობაში, რაც ეს პროდუქტი ძირითადად არის ძალიან ისეთი კომფორტული, იმიტომ რომ პრინციპში უკვე აპარტამენტების შემთხვევაში ვაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობაში და შემდეგ უკვე რემონტს თავად აკეთებს მყიდველი. ვილების შემთხვევაში ეს იქნება უკვე გარემონტებული, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე ძალიან მოქნილები ვართ, იმიტომ რომ ვთქვათ, თუ ეხლა შევთანხმდით მყიდველთან, არის საშუალება, რომ რაღაცა შევცვალოთ, ვთქვათ. კორექცია შეიტანოთ? ოდნავ გეგმარების შეცვლაც შეგვიძლია. შეგვიძლია რომ თქვათ გავითვალისწინოთ მყიდველის მოთხოვნები რემონტთან მიმართებაში, ან უბრალოდ შევთანხმდეთ თუნდაც იგივე თეთრი კარკასის გაყიდვაზეც კი. ეს არის რა თქმა უნდა ხა თბილისი ჰილსი ასოცირდება ხარისხთან და პრემიალურობასთან, ეს არის ძალიან ხარისხიანი პრემიალური პროდუქტი, არის ლიმიტირებული, სულ არის 4. შევეცადეთ, რომ გაგვეკეთებინათ ძალიან ნეიტრალური, რადგან შემდეგ უკვე თვითონ მომხმა მყიდველმა უკვე თავის გემოზე, თავის ჭკუაზე მოიყვანოს სახლი. ჩვენ სტილს ვინარჩუნებთ, ეს თანამედროვე არქიტექტურა, გამოყენებული იქნება აბსოლუტურად ყველა პრემიალური დეტალი და სამშენებლო მასალა. თვითონ მიწის ფართობი არის დაახლოებით 1000-დან 1200 კვადრატამდე და თვითონ ვილა საცხოვრებელი სახლი არის სადღაც 340-350 კვადრატული მეტრი. სტანდარტულია თქვენი ორსართულიანი? კი, ჩვენი ორსართულიანი ბრტყელი გადახურვით, ძალიან სადა და ძალიან ესეთი საინტერესო. შესაბამისად ახლა რა ეტაპზე არის ჩვენი საქმიანი მაყურებელიც თვალს ადევნებს აი ამ რენდერებს და ფოტოებს თუ როგორი იქნება ეს კერძო 4 ექსკლუზიური ვილა რა ეტაპი არის ახლა და ერთია რომ მაღალი არის მოთხოვნა და მეორეს მხრივ აღმოჩნდა რომ მაღალი არის მოთხოვნა იმ
გემოვნების ზედა სტილზეც, რასაც თავაზობს თბილისი ჰილსი. ეხლა უკვე დაწყებული არის ეგრეთ წოდებული კატლავანის სამუშაოები და მიმდინარეობს, უკვე დაწყებული არის ყველაზე რთული ეტაპი გავლილი გვაქვს პროექტირება, ამისი დამტკიცება, ამ ყველაფრის შეთანხმება. ეხლა უკვე უშუალოდ დავიწყეთ მშენებლობა და წელიწადსა და 4 თვეში უკვე გარემონტებული ვილა ჩაბარდება მყიდველს. რომელშიც მყიდველი შედის ავეჯით დიახ. და ყველაფერი მზად არის. ყველაფერი მზად არის. აქვე დავამატებ იმას, რომ 4-ვე ვილას აქვს აუზი. ჩვენი ძლიერი მხარე არის გამწვანება, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გოლფის მოედნები და ჩვენი გუნდი, ვინც გოლფის მოედნებს უვლის, ასევე გვემსახურება ვილების, ეზოების კეთილმოწყობაში. ამ ვილებს ექნება გამწვანებული ეზოები, საირიგაციო სისტემით, მწვანე შემოღობვით და უკვე გამწვანებულ, გალამაზებულ მდგომარეობაში ჩაბარდებათ ეზო. მაია, ერთ-ერთმა თქვენმა მაცხოვრებელმა, ოღონდ რომელიც ვილას ფლობს იქ, ამბავს მოუყვები, მაგრამ არ დავასახელებ ბოლომდე, იმიტომ რომ არ მაქვს ამის ნებართვა, მიუხედავად საკმაოდ ახლო ურთიერთობისა მასთან. საუბრისას გარდა საქმიანი საზოგადოებისთვის ცნობილი თბილისის ჰილსის უპირატესობებისა, ჩემთან თქვა შენ არ იციო, ონოდან დაწყებულიო რესტორნის თემები, ის სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც იმართება, ეს არისო კიდე ცალკე თემაო, რომლითაც იქაური, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლები ძალიან ხშირად ვსარგებლობთ ერთობით და მათ შორის მათ მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა დახურული ტიპის ღონისძიებებზეც, რომელიც რაღაც მოხშირდა, მე როგორც ვიცი. ამაზე რო გითხრა, რა უპირატესობებით სარგებლობენ ვილის და ასევე არ ვიცი აპარტამენტებზე ვრცელდება თუ არა ეს ჩვენთვის ჩვენი რეზიდენტები, ჩვენი მაცხოვრებლები ყოველთვის არიან პრიორიტეტში და ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცით გამოირჩეოდნენ, რადგან ჩვენი რეზიდენტები არიან და იგრძნონ ეს ჩვენი მხრიდან მზრუნველობა და რა თქმა უნდა ეს დახურული ღონისძიებები, რომლითაც ონო რესტორანი გვანებიურებს, პირველი ინფორმაცია მისდით ჩვენს რეზიდენტებს. აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენი რეზიდენტები სარგებლობენ სხვადასხვა ფასდაკლებით ჩვენივე ტერიტორიაზე, მაგალითად ფასდაკლება აქვთ რესტორანში, ფასდაკლება აქვთ გოლფის მოედნებზე. ასევე ჩვენი ეს გრინ კარდი ძალაშია იქ? რა თქმა უნდა, აბა ეს გრინ კარდის მიხსენა რო იცოდე. ეს გრინ კარდი თქვენ უეხუმრებით ძალიან სერიოზული რაღაცა. ეს გრინ კარდი არის დაახლოებით, ესე იგი, როგორც მართვის მოწმობა, საჭესა რომ ვერ დაჯდები მართვის მოწმობის გარშე, გოლფის მოედანზე ვერ გაყოლ გრინ კარდის გარეშე და თანაც ჩვენი გრინ კარდი არის საერთაშორისო, თუ ჩვენ გრინ კარდს აიღებთ, ნებისმიერი ქვეყნის გოლფის მოედანზე შეგიძლიათ რომ გახვიდეთ პროფესიონალურზე თანაც. მე და ტრამპი ბოლოს თანამ შეუძლია ჯერ კიდევ. და ესეთი დახურული ღონისძიებები, რომლითაც ონო ძალიან გვანებიურებს და ძალიან ესეთი კარგი კოლაბორაცია გვაქვს, ძალიან საინტერესო საღამოები ეწყობა. ჩვენი რეზიდენტები, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას ღებულობენ. ჩვენ გვაქვს ესეთი მიდგომა, რომ სანამ გამოვიტანთ, აი თქვა, სანამ ეხლა ესე გამოვიტანთ. ეს 4 ვილა კონკრეტულად, ხო? კი, ამ 4 ვილას კონკრეტულად სანამ გამოვიტანდით, დაეგზავნათ ჩვენს რეზიდენტებს ეს ინფორმაცია, გაუკეთდათ პრეზენტაცია, რომ პირველ რიგში უნდა იყვნენ ისინი პრიორიტეტში, ისინი იყვნენ ინფორმირებულები და ეს ეხება აი ამ დახურულ ღონისძიებებსაც და რაღაცა თბილისი ჰილსი ცალკე რაღაცა კომიუნიტი არის, რომელიც ძალიან საინტერესო არის და ძალიან სასიამოვნოა. აი ამ ამბავს ყვებოდა ჩვენ, ანუ ხო შეიძლება რაღაცა ითქვა მე, არა აი ჩვენ იქ და რაღაცა და კი, ნამდვილად ეგრე არის, თან რაც ძალიან მახარებს, რომ უკვე ბევრი ქართველი თამაშობს გოლფს, ეს გოლფერები კიდე რაღაცა ის ცალკე კომიუნიტი, ცალკე სექტა არის. შეგვიძლია მაგათაც უკვე სექტა უწოდოთ. კი. და ძალიან მართლა ძალიან სასიამოვნო არის თვითონ იქ ცხოვრება და აი რაღაცა იმ მომენტით ტკბობა და აი არ ვიცი ყველაფერი მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, ყველა სეზონი არის რაღაც თავისებურად მომხიბვლელი და მერვე წელი იწყება უკვე რაც ჰილსზე მუშაობ, რაც ყოველდღიურად დავდივარ და ჯერაც არ ვიცი აი რომელი მირჩევნია, შემოდგომა მირჩევნია, გაზაფხული. ყველა სეზონი ყველა სეზონი არის გამორჩეული.
გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ 4 ვილა არის და მათთვისაც უნდათ რომ ეს ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა შეიგრძნონ. აპარტამენტების კუთხითაც ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს რა რაოდენობა არის აპარტამენტებისა, რომელსაც სთავაზობს თბილისი ჰილსი, მათ შორის კვადრატულობა იქნება თუ ყველა ის პირობა, რაც ამ შემთხვევაში აპარტამენტებზე ვრცელდება. აპარტამენტებზე ეხლა უკვე დაგვრჩა საკმაოდ მცირე რაოდენობა, დაახლოებით 50-მდე აპარტამენტი არის. აღნიშნავ ძალიან საინტერესო აპარტამენტს, რაც ესეთი არ შემხვედრი არსა და არ არის საქართველოში, ეს არის პირველ სართულზე. ჩვენთვის პირველი სართული ძალიან ღირებული არის, განსხვავებით ჩვენი ქართული კულტურისა, იმიტომ რომ პირველი სართული რაღაცნაირად არ არის პოპულარული ფასებიდან გამომდინარეც და ჩვენთან პირიქით არის, იმიტომ რომ პირველი სართული თითქოს და რაღაცა კერძო სახლს უფრო გავს, ვიდრე აპარტამენტს და ბინას. და არის რამდენიმე ბინა, რომელსაც აქვს ტერასაზე თავის საკუთარი პატარა აუზი. პირველ სართულზე და ეს რაღაცა ძალიან საინტერესოს ხდის ამ ბინას, ჩვეულებრივად ყიდულობთ ბინას და პირველ სართულზე წინ არის ძალიან ლამაზი პარკის კეთება დაგეგმილი, ამ პარკის პროექტი უკვე გვაქვს. ეს ვუდს პარკზეა საუბარი? ვუდს პარკი უკვე გაკეთებული არის, კი ვუდს პარკი უკვე გაკეთებულია, სადაც არის ეს ლამაზი მაგიდა და სკამები, საქანელები, ჰამაკები, დენის წყარო არის ყველა მაგიდასთან და ჩვენ თანამშრომლები როგორც კი კარგი ამინდი არის პირდაპირ გადავდივართ ოფისი იქიდან მუშაობთ, ხოლო ამ აპარტამენტების პარკის წინ გაკეთდება ეს რაღაცა ცენტრალური პარკივით იქნება, სადაც იქნება განთავსებული იოგის სივრცე, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი სივრცე და ბევრი სივრცეები იქნება გაერთიანებული და მოკლედ ანუ აპარტამენტებმა საბოლოო ჯამში გაამართლა მაგრად, ხო, იმიტომ რომ 50 ღა თუ არის დარჩენილი. პირადად მე ვფლობ აპარტამენტს. მე ვარ ადამიანი, რომელიც მირჩევნია, ჩემთვის უფრო კომფორტი არის აპარტამენტი, ვიდრე კერძო ვილა. მე ვარ აპარტამენტის მფლობელი და მე ეს სწორი გადაწყვეტილება მე მგონი არასდროს არ მიმიღია, რომ დარჩენილი არის სულ 50-ი ახლა. სულ 50-მდე არის დარჩენილი, კი და მართლა ცოტა არ მიყვარს აი ეს სიტყვა პრემიალური ძალიან გაუფასურეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი არის ნამდვილი პრემიალური, იმიტომ რომ არის რეინარსის ალუმინის კარფანჯრები, შინდლერის ლიფტები და ძალიან ბევრი არის ნაფიქრი თვითონ დიზაინზე, ფასადი არის ძალიან ძვირად ღირებული და ნამდვილად ისეთი გამორჩეული აპარტამენტები იქნება. ყველაფერი დანარჩენისთვის რომ დარწმუნდეთ ამ სიტყვების და ჩვენი საუბრის შინაარსში ეწვით უბრალოდ თბილისი ჰილს დაუკავშირდით მის გაყიდვების გუნდს, შეგიძლიათ პირადად კომერციულ დირექტორსაც მიმართოთ, რომელიც ყოველთვის თავაზიანად თანახმარობს გაგვიახლოს ინფორმაცია თბილისის ჰილსის პროექტის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმდინარეობის შესახებ და მადლობა რომ სეზონის მათ ჩვენთან ერთად გახსნეს. მადლობა მობრძანებისთვის მაია შანშიაშვილს, თბილისი ჰილსის კომერციულ დირექტორს და მთელ გუნდს წარმატებებს უსურვებ აუცილებლად უახლოეს დღეებში ამოვივლი და ადგილზე დავტყვები იმ არაჩვეულებრივი განვითარებით, რომელიც მე-9 წელიწადია გრძელდება და რაც თავარია ამ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ამ ქვეყანაში გოლფის თამაშის კულტურა დამკვიდრდა და უკვე ცალკე საზოგადოებად ჩამოყალიბდა. ტრამპთან ერთად თუ არა, ყოველ შემთხვევაში მარტო ითამაშებ გოლფს. ითამაშებ თუ რაღაცას მისგან. დიდი მადლობა.